იწყება უტკბილესი კანფეტების ჩელენჯი. და დღეს ჩვენ გვექნება განსხვავებული ჩელენჯი. მე ეს კანფეტი უნდა შევჭამო 1 წუთში. 1 წუთში. არა, ეს ხუბი. რადგან ეს ჩელენჯი კეთდება პირველად, ნიკნეიმის სტუდიაში მოვიდნენ გმირები სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან ყველაფერი სამართლიანი იყოს. ეს არის მირიდა, მამაცი გოგონა, ეს არის ბაზლაითერი, სათამაშოების ისტორიიდან არის მოსული, ეს კი ფრანგი უჩუნდი. ჩვენ დამკვირვებლებთან რომ არ შევწყვეტ, არხი გამოიწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. ხო, შენ. გამოიწერე რა. არხი გამოიწერე, დალაიქე, მაშინ დაწყ. დღევანდელი ჩელენჯის შესასრულებლად ჩვენ დაგჭირდება კანფეტები და კოკა-კოლა. მაგრამ ჩვენ უკვე იმაზე შევთანხმდით, რომ ამ ხელა კანფეტს ნამდვილად ვერ შევჭამ. ამიტომ წავედით კოკა-კოლის და კანფეტების საკითხი. მაღაზიიდან და ვიყიდე 10 განსხვავებული კანფეტი, ზოგი უცნობი და ზოგი ნაცნობი. იმისათვის რომ ეს ჩელენჯი საინტერესო ყოფილიყო, მე ვიყიდე კოკა-კოლა და ყველა კანფეტის გასინჯვის დროს დავაყოლებ მას. ასევე კი მივანიჭებთ ყოველივე სათქმის. ახლა კი აგიხსნით თამაშის წესები. ჩვენ უნდა ყველა კანფეტი უნდა დავაწყოთ დავაწყეთ კანფეტები ასეთი წესით, შემდეგ დავუყოთ კოკა-კოლა და დავდოთ ათი. მეტი ყურადღებისათვის ჟურის წევრებს ვთხოვთ მოიწვიონ უთქო ახლოს. ჩელენჯის წესი ასეთია. უნდა დავატრიალოთ კოკა-კოლა. კოკა-კოლის ბოთლი რომელ კანფეტსაც მოხდება, ავიღეთ კანფეტს, დავაგემოვნოთ და დავაყოლეთ კოკა-კოლა. რაუნდი პირველი. შემთხვევითობა დაადგენს რომელ კანფეტს გავსინჯავ პირველად. ავიღოთ ჩვენი პირველი კანფეტი. კანფეტის ეტიკეტი არის ფორთოხლისფერი და თვითონ ეს კანფეტი არის ფორთოხლის არომატით. კანფეტს ქვია ტოპი, ესეთი ლამაზი სმაილიკი ახადია და ეს არის ტვირი, კანფეტის ტვირი. გავხსნათ და ნახოთ. რა ლამაზი ფორმისაა ნახეთ. ესეთი სხვადასხვა ის არის ჩუპა-ჩუპსი, რომ ჩუპა-ჩუპსის განივით განსხვავდება რომ რაღაც მოგუზო ფორმაა. ეს როგორც კანფეტი ცალკეულად ძალიან გემრიელია. ახლა კი დავხსნათ კოკა-კოლა. კოკა-კოლა რა გემრიელია. ახლა კი გავსინჯოთ. მარილის გემო შეიქმნა. არა რომ ფორთოხლის, კოკა-კოლის გემო იგრძნობოდა უფრო მეტად. ვიდრე ამის კოკა-კოლის ამას შეუქმნა კოკა-კოლას თითქოს მარილიანია. მოკლედ მე ეს ცალკეულად მომეწონა, მაგრამ კოკა-კოლასთან არა. შემდეგი რაუნდი. რეალურად ჩვენი ღბიანი კოკა-კოლა. აი ჩვენი შემდეგი მონაწილეც. ავიღოთ ჩვენი ესეთი ლამაზი ეტიკეტი. ეს არის ცისფერი, საკატია ელზე და ოვაკი, არის მარწყვის გემოთი და პირში შუშხუნებს. მე მაქვს ასეთი კოკა-კოლა და ალბათ რო გავსინჯავ ამ შუშხუნებს და კოკა-კოლასაც დავარცხავ, ალბათ არ გავფრინდები. მე მაქვს გადაღებული ვიდეო, თუ როგორ გადავაქციოთ კოკა-კოლა რაკეტად, ნახეთ, ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. გავხსნათ. ძალიან კარგი სუნი აქვს ფოტოშოპი. ჯერ გავსინჯოთ ცალკეულად.
კაბინეტი ძალიან შუშუნებს თვითონ იყრებაო რაღაც ღრუბლები. აი, ეხლა გავსინჯეთ კოკაკოლასთან. ძალიან გემრიელი გემო მიიღო სხვადასხვის. კოკაკოლამ და ამ რაღაც შუშუნამ. მართალია ცალკეულად მე სამომეწონა რადგან პირის გულში ძალიან ცუდად იმოძრავა, მაგრამ კოკაკოლასთან იყო სასწაული. ძალიან გემრიელი. კოკაკოლა მიიღო მარცხის გემო და ძალიან მოხდა. მესამე რაუნდი. აი ჩვენი შემდეგი ნაწილიც, განვიხილოთ მის შედეგი. ეს არის My Little Pony-ის მულტფილმის გმირი. ეს არის ბაშლის არომატით და საინტერესო ფაქტი ის არის, რომ როცა ჩვენ ამას გავწვდით, განათებს. გავხსნათ და ვნახოთ, როგორი გემო იქნება კოკაკოლასთან და როგორი იქნება თვითონ. აი ჩვენი უცნაური კამფეტის, რომელსაც აქვს წითელი ძირი. სუნი აქვს ძალიან კარგი, გემრიელი, რაც განსხვავებულია. გემო აქვს ძალიან გემრიელი. გამარაგებს. ეს არის უბრალოდ რეკლამის და ეტიკეტის გამო დაწერილი. ისე გემრიელია, მაგრამ ჩვეულებრივი ჩუპა-ჩუპსის გემოა. და უასოც ვიყიდეთ. ახლა გავსინჯოთ ჩვენი კოკაკოლა და ჩუპა-ჩუპსი. შორის გემრიელია, კოკაკოლა მიიღო ბაშლის გემო, ძალიან მომეწონა, ამიტომ მე ამ შეხამებას უწერ. აჩაითო კამფეტი. რაუნდი მეოთხე. დავატრიალოთ ჩვენი კოკაკოლა. და შეხვდა ასეთი ტოფიტა. მამბა, რომელიც არის ძალიან საინტერესო, ის არის ტროპიკი, აქ არის ანანასისა და ქოქოსის ნარევი. გავხსნათ. აქ არის 6 ცალი, ესეთი საინტერესო. გავხსნათ ერთი და დავაგემოვნოთ. მას აწერია მამბა და რადგან ტროპიკია, ტროპიკული ხეები ახალია. ლამაზი ეტიკეტი და შეფუთია. გავსინჯოთ. ანანასის გემო იცნობა ძალიან კარგად. გემრიელია ძალიან, მაგრამ არის ძალიან მაგარი. ისე კარგია, ხო კოკაკოლასთან გავსინჯოთ. კოკაკოლას საშლად არ მოუხდა. ისე კარგი იყო, მაგრამ კოკაკოლას არ მოუხდა. ამიტომ მე რაუნდი მეხუთე. დავატრიალოთ ჩვენი კოლა, ჩვენი იღბლიანი კოკაკოლა. რაღაც უცნაური კამფეტები, რომელიც მენთოსებს გავს. ძალიან მაშინია, რადგან კოკაკოლა და მენთოსი ერთმანეთის მტრები არიან. ისე რომ შეუვიო ერთმანეთი, აფეთ ხდება. ძალიან მაშინია. მე ვაპირებდი ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას, მაგრამ აი დადგა ის დრო. ძალიან მაშინია და ძალიან ექსტრემალურია. მოდით ვცადოთ, რაც არის. საათი. ნახეთ. საათს გავს. კი ლამაზი საათია, მაგრამ უნდა დავშალოთ და გავსინჯოთ. მეგმიები. ხატი კოკაკოლასთან. Magia, ma me la metto via come quella. La gava. Su quello della mattina, da che ti metti? La batteria ma gava badali, ma ti tieni che vado a perché droga non lo so. C'è gava brasiliano.
ჩვენ დამკვირვებლებსაც ძალიან უყვირთ. რაუნდი მე-10. შემდეგი ჩვენი მონაწილეა ბომბი, Angry Bird-დან ერთ-ერთი მონაწილე. როგორც აქ წერია, ამას მოყვება ასევე პუდრა და არის ფეხების ფორმით. დავხსნათ და ნახოთ. ჩვენი ფეხები რა კარგია. ძალიან სახალისო ჩუპა-ჩუპსია, ძალიან მომეწონა, შიგნით იმდენი პუდრა ყრია, რომ ჩააწოდ და ძალიან მაგარი იქნება. ნახეთ. ახლა კი გავაგემოვნოთ. ჩავაწოთ პუდრაში და გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია. იგივე გემო აქვს, რაც My Little Pony-ის ჩუპა-ჩუპს ჰქონდა. პუდრაც რაღაც გემრიელი და მარწყვის გემოთი აქვს. მომეწონა როგორც ცალკეულად. ახლა კოკა-კოლასთან ერთად გავსინჯოთ. კამფეტი ცალკეულად ძალიან გემრიელი იყო, მას გაკრავდა მსუბუქი გემრიელი რძის გემო, მაგრამ როგორც ჩანს, კოკა-კოლას რძის გემო არ მოუხდა. ამიტომ ეს ჩუპა-ჩუპსი და კოკა-კოლა არ შეუხამდა ისე კარგად ერთმანეთს, ამიტომ მე ამას ვწერ. რაუნდი მე-7. დავატრიალოთ ჩვენი იღბლიანი კოკა-კოლა. და ამოგვივიდა ესეთი ლამაზი მონაწილე. ჩვენი ლამაზი მონაწილე, ეს არის ბილი ზეფირი, ფორთოხლის არომატით. მას ასეთი ორიგინალური შეფუთვა აქვს, ის გავს კეჩუპისა და მაიონეზის შეფუთვას, ახლა კი გავხსნათ. რაღაც ფანტასტიკური სუნია. ფანტასტიკური გემო. ძალიან კარგად იგრძნობა ფორთოხლის და გემრიელესი ზეფირის გემო. ახლა კი გავსინჯოთ კოკა-კოლასთან ერთად. გემრიელესი. კოკა-კოლას არანაირად არ მოხდება. მაგრამ ისე ძალიან მომეწონა ეს და მისი გემო, ამიტომ მე ამას ვუწერ პლუს. მერვე რაუნდი. დავატრიალოთ ჩვენი კოკა-კოლის ბოთლი. და ამოგვივიდა არაფერი. ჩვენი ჟურის წევრი ითხოვს, რომ რადგან სამართლიანი იყოს, თავიდან დავატრიალოთ. კიდევ არაფერი არ მოვიდა, ამიტომ კიდევ თავიდან დავატრიალოთ. კიდევ არაფერი არ მოვიდა. კიდევ არაფერი. ძლივს ტოიბოქსის გემრიელესი შოკოლადი ამოვიდა. მას ძალიან ლამაზი შეფუთვა და ეტიკეტი აქვს. აწერია ტოიბოქსი, ტოიბოქსი არის კევით ცნობილი სახეობა, მაგრამ ეს არის შოკოლადი და გავსინჯოთ და ნახოთ რა გვქონია. ეს არის შოკოლადის გემო, ნარევი თხილით და ძალიან გემრიელია. ფირფის რაც გავსინჯოთ, ყველაფერს ჯობდა. მას აქვს გემო, წაუკრავს უფრო სწორედ ნუტელას და ძალიან მომეწონა. ახლა გავსინჯოთ კოკა-კოლასთან ერთად. არასდროს არ მეგონა, რომ შოკოლადი მოუხდებოდა კოკა-კოლას. ძალიან მომეწონა. თითქოს კოკა-კოლა და შოკოლადის გემო ისე კარგად შეერწყა ერთმანეთს, რომ ძალიან მომეწონა. ძალიან გემრიელი იყო, ამიტომ მე ამას ვუწერ პლუს. და თქვენ გირჩევთ გასინჯვას. რაუნდი მე-9. ჩვენ დაგვჭა ორი ასეთი მონაწილე, რომელიც ჩხუბობენ არა მე მინდა ნიკასთან, არა მეო. ამიტომ ამათი ბედის გადამწყვეტი არის კოკა-კოლა და დავატრიალოთ კოკა. არაფერი, ამიტომ დავატრიალოთ. და გავმართლა შუშხუნა მანქანას. ეს არის ასეთი ლამაზი ეტიკეტი, ეს არის ფორთოხლის გემოსი, არის მანქანა და ეს არის შუშხუნა. გავხსნათ და ვნახოთ.
ჩვენ გავსინჯეთ ზუსტად ასეთი მარწყვის გემოთი, მაგრამ ახლა ჩვენ გავსინჯოთ ფორთოხლის გემოთი და გავარჩიოთ განსხვავება. ის არის ფორთოხლის ფერი, სუნი აქვს ძალიან კარგი და ახლა გავსინჯოთ. გემოში განსხვავება არ არის, უბრალოდ სუნი აქვს ფორთოხლის არომატიზატორები აქვს ჩახლილი. იგივე გემო, რაც წინას ხონა მარწყვის ელზას ნახეთ. ახლა გავსინჯოთ კოკა-კოლასთან. ძალიან დაიშუშხუნა ამან, ძალიან შუშხუნა იყო. წინასთან შედარებით რატომ მე ვერ ალბათ იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობა ჩავყარეთ. კიდევ ერთხელ გავსინჯოთ. ყუები თითქოს დამიგუბა. არ ვიცი რატომ. თითქოს რომ ჭამდი, თითქოს ფეივერკები ამიფეთქა პირშიო. ესეთი შეგრძნება იყო. მაგრამ რატომღა წინასთან შედარებით მე ეს უფრო მომეწონა. ამიტომ დავწერ პლუს. და ბოლო რაუნდი. ბოლო დარჩათ კოკა-კოლის დატრიალება საჭირო აღარ არის. ეს არის ტურბო, ესეთი კელია, ალბათ ყველამ იცით ტურბო. შეიძლება იყო 5 თევი და გავსინჯოთ ეს. მე საერთოდ შევხვდა. და ზალები აქვს კეთს. რბილია სხვა კემებისგან განსხვავებით და გემრიელი. გავსინჯოთ კოკა-კოლასთან ერთად. მოუხდა. ძალიან გემრიელი იყო. თითქოს კოკა-კოლა უფრო მეტად შაქრიანი იყო და გემრიელი. ამიტომ მე ამას დავუწერ პლუს. დღევანდელი ტკბილი ჩელენჯის შედეგი. ჩვენმა ჟიურის წევრებმა ჩემთან ერთად დააგემოვნეს კამერები და მიუჩინეს ადგილი. მე-10 ადგილი მენთოსი, მე-9 ადგილი ტროპიკული მამბა, მე-8 ადგილი მარწყვის შუშხუნა კამფეტი, მე-7 ადგილი ნათობელი კამფეტი, მე-6 ადგილი სტვილი კამფეტი, მე-5 ადგილი ფორთოხლის შუშხუნა კამფეტი, მე-5 ადგილი ტურბო, მე-4 ადგილი ფეხის კამფეტი, მე-2 ადგილი უგემრიელესი თხილის შოკოლადი და პირველი ადგილი აიღო ფორთოხლის ზეფირმა. ასეთი კოკა-კოლის და ტკბილეულის ჩელენჯი გქონდა დღეს. დაწერეთ კომენტარებში რომელი კამფეტის გასინჯვას ისურვებდით და გასინჯული გაქვს თუ არა კამფეტთან კოკა-კოლა. არხის გამოწერა და ვიდეოს და ლაიქება არ დაგავიწყდეთ. კარგად!